ჯანდაცვის სამსახურმა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს რეკომენდაციები გაუგზავნა. ვირუსული ინფექციების მზარდი სტატისტიკის გამო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს სპეციალური რეგულაციების დაცვა მოუწევთ. გართულებების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტების რჩევა, რომ სიმპტომების შემთხვევაში ვირუსის მატარებლები სახლში დარჩნენ. შენობები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები ხშირად გაწმინდონ, ოთახები კი ყოველდღიურად გაანიავონ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან შემოსული იყო გადამდები დაავადებებისაგან თავის შეკავების მიზნით დროებითი რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორც წინ აღვნიშნე გადამდები დაავადებებისაგან თავის პრევენციის მიზნით. ეს ეხება, რა თქმა უნდა, სველი წესით დასუფთავებას, განიავებას, ასევე მონიტორინგს, როგორც პერსონალის, ასევე მოსწავლეების, გადამისამართებას ექიმთან და შემდეგ მშობელთან და ასე შემდეგ. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულება მომზადებული შეხვდა ამ რეკომენდაციებს ასრულებს ზედმიწევნით, რომ თავიდან აიცილოს, რა თქმა უნდა, გადამდები დაავადებები და შექმნა სასკოლო უსაფრთხო გარემო სკოლაში, რაც შეეხება დასწრებას, შედარებით ნაკლებია, დაახლოებით 80, ზოგან 75% მაჩვენებელი ნაკლებია დასწრების და სკოლა ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოების წესები, რომ ჰიგიენურ-სანიტარული წესები, რომ სკოლაში იყოს უსაფრთხო გარემო შექმნა.